ინტეგრაცია ყველაზე ადვილი აღმოჩნდა სწორედ უმაღლესი განათლების სფეროში. სფერო მიდრეკილი იყო ევროპული მოდელისაკენ. საქმე ის არის, რომ საქართველოში უმაღლესი განათლება ჩაისახა ევროპასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობის შედეგად. პირველი უნივერსიტეტიც სწორედ გერმანული ბერლინის უნივერსიტეტის მოდელზე იყო აგებული. უმაღლესი განათლება ეჩგარეში არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სფერო ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის. ევროკავშირის პროგრამები განათლებასთან დაკავშირებით თავიდან იყო სპორადული და ფრაგმენტული და დიდი გარღვევა დაიწყო 2004 წლიდან, როდესაც საქართველო გახდა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ნაწილი და სწორედ ამის შემდეგ 2005 წელს საქართველო უერთდება ბოლონიის პროცესს, რაც ევროპულ აღიარებას ანიჭებს ქართულ დიპლომებს და მეორე მხრივ ძალიან უადვილებს ქართველ სტუდენტებს ევროპის უნივერსიტეტებში სწავლას. პარალელურად მიმდინარეობდა ძალიან მნიშვნელოვანი რამდენიმე პროგრამა, რომლებიც მიმართული იყო ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე. პირველ რიგში რასაკვირველია, ეს ალბათ ევროკავშირის ყველაზე წარმატებული პროგრამა მოგდის თავში Erasmus+. ეს არის ასევე გამოცდილება, რომელიც გულისხმობს არაუბრალოდ აკადემიურს, არამედ ასევე შეიძლება ითქვას კულტურულსა და მოქალაქეობრივს. ეს სტუდენტები იქნებიან განსაკუთრებით ახალგაზრდები, ეცნობიან იმას თუ რას ნიშნავს ევროპულ დემოკრატიულ სივრცეში ცხოვრება. ისინი ეცნობიან იმ ნორმებსა თუ ღირებულებებს, რომლებიც იქ არსებობს. ბევრად უფრო შემწყნარებელი და მომთმენი ხდებიან მრავალფეროვნების მიმართ, ხო? და ისინი ხდებიან მოქალაქეები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ პოტენციურად ევროპისაც და ისინი ამზადებენ საქართველოს ევროკავშირის წევრობისათვის. ნამდვილი ტრაგედიაა, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში თითქმის სრულად განადგურდა ეს ბოლო 20 წლის განმავლობაში გაწეული სამუშაო და ბოლო 30 წლის განმავლობაში არსებული ოცნება ქართული საგანმანათლებლო სივრცის ევროკავშირში სრულად ინტეგრაციისა. ძალიან დიდი იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს შეცდომა თუ ეს საშინელი პროცესი უახლოეს მომავალში გამოსწორდება.